მოგესალმებით ძვირფასო წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ტრადიციულად პარასკევია, ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში და ჩემთან ერთად არის ჩვენი თანაწამყვანი, არაჩვეულებრივი ლაშა რამაზაშვილი. შუადღე მშვიდობის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს არაჩვეულებრივად. მადლობა რომ გვესტუმრე. ლაშა სხვათა შორის ძალიან კარგად ამზადებს და ფუსფუსებს სამზარეულოში და ძალიან კარგი პასტა გვასწავლა, რომელსაც მეც ხშირად ვამზადებ შენი რეცეპტით. დიდი პატივია, მე ეჭვი მაქვს რომ შენი მომზადებული ბევრად გემრიელი გამოდის ხოლმე, მაგრამ მაინც მიხარია თუ რაღაც წვილი მე შევიტანე. კი ბატონო და სწორედ ამიტომ დღესაც მოგვიმზადებ პასტას. ესაც პასტა, კი ბატონო, ვერ გავწდი ესე იგი იტალიურ პასტას, მაგრამ სტეიქსაც აუცილებლად მოვამზადებ დღეს მინდოდა რომ მომზადებინე სტეიქი, რომელიც მესისთან მაქვს ოჯახში გასინჯული, მესის დედის რეცეპტით და არგენტინულად? სუფთა არგენტინული სტეიკი მინდოდა რომ მომზადებინა, მაგრამ მოვინიშნოთ ეს გარკვეული დროის შემდეგ ალბათ მომეცემა ამის საშუალება. აუცილებლად. ახლა გადავინაცვლებთ სამზარეულოში და უფრო დეტალურად მოგიყვებით თუ რას მოვამზადებთ. მე ვამზადებ ჭარხლის ჰუმუსს, რომლისთვისაც დამჭირდება მოხარშული ჭარხალი, დამჭირდება ასევე მოხარშული მუხუდო, ტახინის პასტა, ნიორი, ცოტა მწვანილით შეგვიძლია დავამატოთ და ყველაფერს ერთად დავაბლენდერებ, ზეითუნისეცად დავამატებთ და ძალიან გემრიელ და მარტივად ესე დასახემსებელს მივიღებ. ლაშა კი გვიმზადებს, როგორც ხედავ, დიმარტინოს პასტისგან ძალიან გემრიელ და საინტერესო არომატულ პასტას. ესე ჩემმა პირველმა პასტამ ძალიან დიდი გამოხმაურება ყოველ საზოგადოებაში და ხალხი ითხოვდა რომ იქნებ კიდევ ახალი რაის სახეობა, ასე ვთქვათ, მომზადებინა თქვენთვის. დღეს თინუსის პასტას მოვიმზადებთ. გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, დიმარტინოს პასტას, რომელიც გახლავთ 100% იტალიური პასტა, შეფუთვაზე თავად დოლჩე და გაბანას რუნავს და თან დავამატებდი, რომ საუკეთესო პასტების ხუთეულში შეიძლება ითქვას, რომ შედის. დავიწყოთ ზეითუნის ზეთით. კი ბატონო. დაგჭირდება ალბათ 2 კვილი ნიორი იმისთვის, რომ ზეთმა მიიღოს თავისი არომატი. კაი, მოდი მე ცოტა ჩავჭყლიტავ, რომ უფრო კარგად გამოუშვას. ინგრედიენტებსაც დავამატებთ. კი ბატონო. ლაშა, ვიცი რომ სამზარეულოში ფუსფუსებ ხოლმე, ვიცი რომ აპირებ რომ მოგვიმზადო სტეიკი. მომავალში შეიშვილი კოსთან ერთად რას ამზადებ ხოლმე? ვიცი რომ უყვარს შენი მომზადებული კერძები. ერთობა ძალიან უყვარს. ხო? იშვიათად გამოდის ხოლმე ეს კერძი, ჩემი და ჩემი შვილის ერთობლივად მომზადებული. თქვათ ისეთი რომ მირთმევად ღირდეს განსაკუთრებით ბავშვისთვის. მაგალითად რა? აი მაგალითად ხაჭაპურის გამოცხობა ვცადეთ ერთად, თავის ცომის ამოყვანით და მთელი ამბებით, მაგრამ მე როცა გავსინჯე, მივხვდი რომ ბავშვისთვის თქვათ უსაფრთხო არ იქნებოდა ამ კერძის დაგემოვნება და ამიტომ ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ხო იცი გამოცდილების ამბავია. კი, ნელ-ნელა თავი არა ერთად ვაკეთებთ ხოლმე და თვითონაც ძალიან ხალისობს. პროცესი არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამ შეშტარების ეთება გვიყვარს ძალიან. მოკლედ, რაც ცომის ელვასთან და ხელების დასწრასთან არის დაკავშირებული, ის არის ჩვენი კერძი. მე მინალაგებ სახლის დასწრასთანაც არის დაკავშირებული. მე მიწევს ხოლმე, კი, მე მიწევს ხოლმე. ძალიან კარგი. თვითონაც მეხმარებ. აქვე გვაქვს კაპერსი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მიუწვდება შენს პასტას და შეგვიძლია უკვე დავამატოთ, რომ ერთად ეს ყველაფერი მოიწალოს და კარგი არომატები მიიღოს. და სურნელი წამოიღო უკვე. კი. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ასევე დავამატოთ ზეთისხილი, რადგანაც პასტა ისეთი რამეა, რაც არ უნდა დაამატო და როგორც მარაც თავარია მარტივად მოამზადო, ყველაფერს იხდენს და ყველაფერი უხდება. რა ხდება სპორტში? მოგვიყევით ცოტა. სპორტში დიდი ამბებია. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩე კვარაცხელია წინავს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული ოქროს medali ავიღეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. გულშემატკივრად თან ლუკას. კი ბატონო, მეც მქონდა სხვათა შორის შენი დახმარებით პატივი, რომ ლუკას ასე ვთქვათ გამოცხადებაში და დაჯილდოებაში ჩემი წვლილი შემეტანა, კი. საოცარი ადამიანია, ძალიან წარმატებული სპორტსმენია და კარგი ქართველია, რომელიც ქართულ დროშას აფრიალებს ქვეყნის სხვადასხვა მხარეს და ძალიან გვახარებს. მინდა რომ პასტა ჩავყაროთ, მარილს დავამატებ და როგორც იცი მარილი გვჭირდება ბევრი და ასევე დრო უნდა დავიცვათ, რომელიც არის შეფუთვაზე მითითებული. კი ბატონო, რაც შეეხება თინუს, ჩვენ ვიყენებთ გერმანული ბრენდი ჯიდაჯის თინუს, რომელიც არის წარმოდგენილი გუდვილში და ასევე მისი ამავე ბრენდის კაპერსი გამოვიყენეთ. მოდი ახლა ეს გადავიტანოთ ტაფაზე და გავაგრძელოთ მისი ცოტა მობრაწვა და შეგვიძლია რომ შემდეგ უკვე ლიმონიც მოვაპყუროთ.
ჩვენ ამ ეტაპზე პატარა პაუზას ავიღებთ, დაგიბრუნდებით უკვე თითქმის მზა კერძებით, იმიტომ რომ ბლენდერი უნდა ავახმაურო და სტუდიაში შეგიშლით და აქედან გამომდინარე დაგველოდით შემდეგ ჩართვამდე. დაგიბრუნდით უკვე თითქმის მზა კერძებით, ლაშა საოცარი არომატი ტრიალებს ჩვენ სამზარეულოში. დავაბლენდერეთ, როგორც უკვე ჩამოვთვალეთ, ის ინგრედიენტები და მივიღეთ ძალიან გემრიელი, სასარგებლო, მარტივი და ესეთი სამარხო ჰუმუსი, რომელსაც მე თეფშზე გადმოვიტან და გავაფორებ და შენც შეიძლება მაყურებელს მოუყევი რა ეტაპები გასავლელი. ესე იგი, ზეითუნის ზეთით დავიწყეთ და ცხელტაფაზე მოვათავსეთ 2 კილინი 2 არომატისთვის, რომელიც მალევე დაუბრუნდა თავის პირვანდელ პოზიციას და დატოვა ჩვენი სამზარეულო. ჰუმუსი, რომელიც გადავწურეთ და ეს საოცარი ინგრედიენტი, რომლის სახელით დამავიწყეთ და კაპერსი და შენი დახმარება. კაპერსი, ზეთის ხილიც გამოვიყენეთ. ზეთის ხილი, კი ბატონო. ახლა უნდა გააერთიანო ალბათ პასტასთან ერთად. ლიმონის ამ შემთხვევაში ლიმონის ცედრაც გამოვიყენეთ და კიდევ უფრო ინტენსიური არომატისთვის, რომ თინუს თავის გემოზე არ წაიყვანა, ნახევარი ლიმონიც კარგად გემრიელად ჩავაწურეთ. კი ბატონო. რეალურად ჩვენი პასტაც უკვე მზად არის და შეგვიძლია რომ გავაერთიანოთ და ერთად ნახოთ რა გამოვა. ძალიან გემრიელად დავაგემოვნებ. მე კი ჭარხალი, 2 ცალი მოხარშული ჭარხალი დავამატე, როგორც უკვე გითხარით, მოხარშული მუხუდო, დავამატე 2 კბილი ნიორი, დავამატე ცოტა ქეშიუც ამ შემთხვევაში, ძირა აუცილებლად, ტაჰინის პასტა, ზეითუნის ზეთი და ეს ყველაფერი ერთად კარგად დავაბლენდერეთ, მივიღეთ ესეთი ერთგვაროვანი მასა და შეგვიძლია რომ ზემოდანაც აუცილებლად ზეითუნის ზეთი მოვაპყუროთ. ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში ვიყენებთ ფარკიონის ზეითუნის ზეთს, რომელსაც აქვს 2 სახეობის ცივი და ცხელი დაწურვის ზეითუნის ზეთები და ორივე არის იდეალური როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძების მომზადებისთვის და იმისთვის რომ ვისადილოთ დაუვიწყარ გემოსთან ერთად, მოდი გავხსნათ ბროწეულის ფანტა. მე დაგისხამ. ეს რაღაცა ესეთი დავასრულებ ბევრი წითელი გვაქვს სამზარეულოში. კი ბატონო. კარგად გამოიყურება ლაშა. რა კარგია. ცოტა კიდე ზემოდან ესეთი მოხარშული მუხუდო და ასევე შეგვიძლია ესეთი თხელი პურები მივატონოთ. ამ შემთხვევაში მე მაქვს ისეთი მწვანე ბებოს ლავაშები, რომელიც ვფიქრობ ძალიან მოუხდება და ჩვენი კერძი მისარცმევად მზად არის ერთიც და მეორეც. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა, რა კარგად ხილით გავაფორმოთ. იფუსფუსე დღეს ჩვენთან ერთად. მოდი მე ამას დავჭრი აქ მანამდე. მეც რო გამოვიყენო ცოტა უხახოში ცოცხლა. კი, აუცილებლად და მე მგონი ცედრაც რომ მოახეხო ძალიან მოუხდება. ლაშა, მოგზაურობისას თავისუფლად აგემოვნებ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს თუ პრეტენზიული ხარ ამ არა, ვცდილობ ხოლმე რომ ყველაზე ნაკლებად მივმართო ტრაფიკობის ობიექტებს და გავსინჯო ის, რაც მათთვის არის ავთენტური და მისაღები, ბატონო. ასე აღმოაჩინე მესის დედის არგენტინული აი, შემთხვევით არგენტინაში ვიზიტის დროს ქალბატონი როზარიო შემხვდა და გამიმასპინძლდა ძალიან გემრიელი არგენტინული სტეიკი. ცუდია რომ ახლა ჩვენს წამყვანებს სტუდიაში ვერ ვუმასპინძლდებით, მაგრამ კლავაც გიწევთ გვესტუმრებ. ვისთვის კარგი, ჩემთვის არაჩვეულებრივია, ჩვენ მეტი შეგხვდება მეგობრებო. მე კი შეგახსენებთ, რომ ის ვინც აქამდე ვერ მოდის, შეგიძლიათ ისარგებლოთ Goodwill-ის ონლაინ მაღაზიით, რომელიც არის goodwill.gr, საიდანაც მოწოდება ხდება როგორც აპლიკაციით, ასევე ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებისას Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაცდით სასურველ მისამართზე. ლაშა, ძალიან მომწონს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ იმასპინძლე დღეს და მომეცა საშუალება კიდევ ერთი კერძი მომემზადებინა, რომელსაც ჩემ კვების რაციონში აუცილებლად გადავიტან, კიდევ უფრო ხშირად. კი, ძალიან ჯანსაღია, სასარგებლოა და ვფიქრობ მარტივიც არის, არა? მე მგონი მაყურებელსაც მოეწონა სიმარტივე ამ კერძის. მე არ შემიძლია ეს 2 დღე-ნახევარი საჭმლის მომზადება შენ კი იცი და აქედან გამომდინარე ყველაფერი გვიყვარს სწრაფად და მარტივად. აი ასე, ჩვენი ძალიან გემრიელი და ცინცხალი და ჯანსაღი კერძებით გემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა. მე სტეიკამდე გემშვიდობებით მეგობრებო.